მადიარი რეალურად არავისთანაა გაერთიანებული, ეგ იყო დამოუკიდებელი ფიგურა. პირველი ფაქტორი რაც იყო ის, რომ ის ორბანის გარემოცვიდან გამოვიდა და მაგან კარგად იცოდა შიდა სისტემა, თავისი ამორჩევლის ფსიქოლოგია იცოდა, ორბანის ამორჩევლის ფსიქოლოგია და აქტიურად მუშაობდა თვითონ ორბანის ამორჩევლებთან, რომ ისინი გადმოებირა, იმიტომ რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში მოახერხა და გადმოიბირა. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ზოგადად არჩევნების დროს ხოლმე ხალხი მაგალითად აძლევს ოპოზიციას ხმას, იმიტომ რომ უნდა რომ მართველი გუნდის წინამდებ მისცეს ხმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ ფაქტორიც იყო და პლუს მადიარის ფაქტორიც იყო, რომ აი მე მომწონს ზოგადად მადიარი და იმიტომ ვაძლევ და არა იმიტომ რომ თქვა ორბანის წინამდებ ვაძლევ ხმას. აი ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე მაგან ძალიან მარტივ ენაზე დაიწყო ადამიანებთან საუბარი. აი ოჯახ დადიოდა ადამიანი, ხვდებოდა და აი ძალიან გასაგებ მარტივ ენაზე ელაპარაკებოდა, რამე ველოსიპედი არ მოუგონია. აი ზუსტად იმ პრობლემებზე საუბრობდა, რა პრობლემებიც იყო, ეს იყო სოციალური საკითხები, ეს იყო კორუფცია, ეს იყო თქვათ ქვეყნის გამოწვევები, რუსეთთან კავშირები, მაგრამ ამას ისე ფუთავდა ის მარტივად და გასაგებად, რომ ის ადამიანი ძალიან კარგად იგებდა ამ ყველაფერს და მის მიერ ნდობა უჩნდებოდა, ანუ საზოგადოების მაღალი ნდობას მიაღწია მაგან და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და ასევე ახალგაზრდებთან მუშაობდა ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ამ მობილიზაციის დროს ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩევნებზე, გამოვიდნენ და ამ მასას შეუერთდნენ და მაგათი რაოდენობაც ძალიან დიდი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ყველაფრის ასე განვითარებას.